საქართველოს სავაჭრო და საინვესტიციო რისკის ინდექსში 8 პოზიციით ჩამოქვეითდა. ახალ შეფასებას Fitch Ratings-ის შვილობილი კომპანია Fitch Solutions-ი აქვეყნებს. საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში წერია, რომ საქართველოს მსოფლიო მასშტაბით 202 ბაზრიდან მე-80 ადგილზეა სავაჭრო და საინვესტიციო რისკების მიხედვით. Fitch Solutions-ის შეფასებით ინვესტიციებზე, ვაჭრობასა და ფინანსურ დახმარებაზე საქართველოს ევროკავშირს შორის დაძაბულობა უღრყოფითად აისახება, რომელიც როგორც ანგარიში აღნიშნული, ბრიუსელის მიერ 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმურობის არაღიარებას მოყვა. ანგარიშის თანახმად, მსხვილ ევროპულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შესაძლოა ხელი შეუშალოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებამ სანქციების რისკის პირობებში. შესაბამისად, ორგანიზაცია ელის, რომ საქართველოში ახალი პირდაპირ უცხოური ინვესტიციები დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება, ასევე არსებობს კაპიტალის გადინების რისკიც. არსებობს შესაძლებლობა, რომ ევროკავშირმა სანქციები დააწესოს დემოკრატიული ღირებულებების შელახვასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო. უცხოელი ინვესტორები განსაკუთრებით ევროკავშირისა და სხვა დასავლური ბაზრებიდან სავარაუდოდ საქართველოს მიმართ სიფრთხილეს გამოიჩენენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბრიუსელსა და თბილისს შორის დაძაბულობა კვლავ მკვეთრი რჩება. ევროინტეგრაციის და გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლება სავარაუდოდ 2028-2029 წლებში არ მოხდება, რაც ბიზნეს და ინვესტიციებს ხელს შეუშლის. ეკონომიკის რისკები მთლიანად პოლიტიკური ფაქტორებით არის განპირობებული, რადგან მთავრობა ქართული ოცნების ხელმძღვანელობით რუსეთს უახლოვდება და შესაბამისად ქვეყანას ევროპის მხრიდან სანქციების რისკის წინაშე აყენებს. ეს მორიგი ჩანაწერია Fitch Solutions-ის ანგარიშიდან. ორგანიზაცია წერს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის შორეულ პერსპექტივად რჩება, მათ შორის რუსეთსა და ევროკავშირს შორის საქართველოს მთავრობის პოლიტიკური ბალანსის გათვალისწინებით. ძირითადი დაღმავალი რისკები გამომდინარეობს ქართული ოცნების მთავრობასა და მშვიდობიან მოსახლეობას შორის მზარდი დაძაბულობიდან, რაც გამოწვეულია ქვეყნის სულ უფრო პრორუსული საგარეო პოლიტიკური პოზიციით. პოლიტიკური გარემო კვლავ პოლარიზებულია, რადგან მმართველი ქართული ოცნების პარტია, როგორც ჩანს, სულ უფრო სკეპტიკურად უყურებს ქვეყანაში დასავლურ გავლენას, მაშინ როდესაც მოსახლეობა ძირითადად ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებს ემხრობა. ფიქრობთ, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ერიდებიან ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომელიც ეკონომიკას დააზიანებს, რათა თავიდან აიცილონ საზოგადოებრივი აზრის გაუცხოება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს დაახლოება მის გეოპოლიტიკურ მეტოქეებთან, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი. საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ასეთი შეფასებები ინვესტორებისთვის წითელი დროშის სიგნალს ნიშნავს. ასე აფასებს ანალიტიკური ორგანიზაცია GeoCase-ის მრჩეველი, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე Fitch Solutions-ის ანგარიშს. ნიკოლოზ ალავიძე ამბობს, რომ ამ ანგარიში კიდევ უფრო დეტალურად და მკაფიოდაა შეფასებული საქართველოში არსებული პრობლემური ვითარება. მისი თქმით, შექმნილი ვითარება ქვეყანაში პასუხისმგებლიანი ინვესტორების შემოსვლას ხელს არ უწყობს. პირდაპირ არის მითითებული, რომ სახელმწიფო პოლიტიკურად უფრო უახლოვდება რუსეთს და შორდება დასავლეთს და პირდაპირ ამაზეა მითითებული, რომ თუ მოხდება დამატებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მონარიდები კიდევ, დამატებითი სანქციების პაკეტის დამატება ქვეყანაზე, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ქვეყანა გარკვეულწილად სანქციების ქვეშ არის, ახალი ინვესტორებისთვის ეს არის უკვე ძალიან მძიმე დამაფიქრებელი სიგნალი. ისეთი კომპანიებისთვის, ვისთვისაც თანამედროვე ღირებულებები, კორპორატიული პასუხისმგებლიანი ბიზნესის კეთება და ასე შემდეგ მნიშვნელოვანია, მათთვის ეს უკვე საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი წითელი დროშის სიგნალს ნიშნავს, იმიტომ რომ კონკრეტულად არის მითითებული საფუძველი და სიღრმე ამ პრობლემების, ეს დასკვნები და ეს მოლოდინი ახალი ჯანსაღი ჭკვიანი ინვესტიციების შემოდინებას ხელს ნამდვილად შეუშლის. ჩვენ მხარეს კიდევ დაჭირდება 20-ჯერ და 100-ჯერ უფრო გაასმაგოს და უფრო მეტად კომპეტენტური მიდგომებით მიუდგეს ინვესტორებთან ახალი ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობას და დაარწმუნოს ყველა პოტენციური ინვესტორი, რომ ამ დასკვნებში და ავტორიტეტულ დასკვნებში მოყვანილი ინფორმაცია გამოსწორებადია. თავად საერთაშორისო საკრედიტო სააგენტო Fitch Ratings-მა გასული თვის ბოლოს საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ BB დონეზე, ხოლო პერსპექტივა ნეგატიურზე შეუნარჩუნა. განახლებულ შეფასებაში ორგანიზაცია ერთ-ერთ მთავარ რისკ ფაქტორად ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ არასტაბილურობას ასახელებდა.
ანალიტიკოსების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში ვითარების უცვლელად შენარჩუნების შემთხვევაში უკვე შემდეგ შეფასებაში Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი გააუარესოს. ფაქტები უკვე აჩვენებს, რომ უცხოელი ინვესტორები არ არიან დადებითად განწყობილი. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში შემომავალი უცხოური ინვესტიციები ყველაზე დაბალი იყო 2010 წლის შემდეგ, თუ გამორიცხავთ COVID-ის 2 წლის განმავლობაში შემოსულ ინვესტიციებს და იქაც არ არის დიდი განსხვავება. ეს უკვე პირდაპირი მაჩვენებელია. ამას გარდა სახეზეა უკვე ხელისუფლების, დე-ფაქტო ხელისუფლების სიძნელეები გადასახადების შეგროვებაში და ასევე აშკარად მწიფდება ბუშტები უძრავ ქონებაში და საკრედიტო სექტორში. შემდეგი ნაბიჯი ბუნებრივად გაუარესება იქნება რეიტინგის. ეს მალე გახდება ცხადი და მალე მიხვდებიან, რომ აგვიანებენ ქმედებას. Fitch Solutions-ის ანგარიში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს დაფიქსირებული 9.7%-იანი ზრდის შემდეგ 2025 წელს სავარაუდოდ 5.9%-ით გაიზრდება. ორგანიზაცია ასევე ხედავს რისკს, რომ საქართველოს ეკონომიკაზე შესაძლოა ნეგატიური გავლენა ჰქონდეს რუსი მიგრანტებისა და მათი კაპიტალის მასშტაბურ გადინებას.